მიაწე. მოიცაკალო. შეყე. მოიცაკალო. ჩუბად გზომისოფლები არ გახვიცო. აიღე აგური. დაიკარგე ბიჭო აქედან. გადააგდე ბიჭო ეგ აგური დამეკარგე აქედან. მე ხესად ჯანდაბაში დავყენებია იბიკლუჩეტელი. რის სახლის კი არ გეკუთვნისა. გავხრებულ სარაეშის კი უთუსბირი მომთხოვეს მე მაგათი. აქამ შვიდობა მოჯახს. ოჯახს არა ისა. მიდი ბიჭო, ქრისტიანაზიას მიეშვი. პარკი შემოდიდი. ვაჟა, რა ხდება? თამარა დედა გაცოცხლებულა საწყალი და სააქაოს ალაგებს. მიცვალებულზე რატომ ხუმრობას? აბა ხუმრობის მეტი რა დაგვრჩენია. შემოგვისახლეს მეზობლები. აფუ თამარა დედას ოთახი. ვინ არიან? ახალგაზრდა ცოლ-ქმარია ბავშვით. ის გვერდით ოთახი განთავისუფლდა? არა, ვიღაც შეასახლეს. კოოპერატივი არ გინდა? შესატანი რამდენია? 7000 მონეტია. ნინო. აგიდაზე დადი. წავედი გაკვეთილი დამესხოლდი. მოგიხერხებ რამეს? ბედზე მხედრობამ ბარდავისაგენ გაილაშქრა. ბედსა და შვესა ზედა ლაშასა მიხმართეს ბარდავად, დიდად და ძველად ქალაქად. აქ გაუმარჯვენიათ დიდი დავლისა და მრავალრიცხოვანი ტყვეებით დაბრუნებული. მერე თამარისა და ძისა მისის გაეწე გამატარე. გაატარეთ. მოწყალება გამოუჩენიათ და გზაშივე გაუთავისუფლებიათ 30000 ტყვე. ამის შემდეგ ქართველებს რამდენიმე მცირე მასშტაბის ბრძოლა გადაუხდიათ. ეს იყო უმთავრესად არა მომხდური მტრის წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ ლაშქრობანი მტრულად განწყობილი სასულთნოების წინააღმდეგ. ახლა არ ჩამოვთვლით მათ, ისტორიკოსები წვრილ ლაშქრობებს ეძახიან. მაგრამ ამასთან დაკავშირებით ერთ საკითხზე მინდა შევაჩეროთ თქვენ. ჩვენ მივეჩვიეთ იმ აზრს, რომ ქართველი ხალხი მუდამ საკუთარ მიწა-წყალზე შემოსეულ მტერს იგერიებდა და ის განუწყვეტელი ომები, რასაც იგი საუკუნეების განმავლობაში ეხდიდა. ხალხი დასარბევად მოსულებს ებრძოდა. ეველი სართულია. ცირავს და ვაჟა. სამსაკლია 15. დაბრძანეთ? შენ არ მკითხე რომელი საათია? არა.
სად ვიდიხარ? საბავშვო რედაქციაში. რა ბედნიერება, ბავშვობა, ახალგაზრდობა. არ მინდა ბატონო, არა. რა თავში ვიხლი ახალგაზრდობა? ყველაფერი თავიდან დაიწყო? უკვე დამთავრებული დაბეჭდილი წიგნი თავიდან წერო და რედაქციებში ვიწანწალო? შემეში თუ ძო. მეტყვი რომელი სართულია? ყველაზე კარგი ის ასაკია რა ასაკის ასხარ. და რა ბედნიერებაა ბოლოს რომ იღლები. ადარა მოთხრობა. შემდეგ ნომერში დაგებერთა. ბაჭო, რატომ არ წერე განცხადებას შენ წიგნს? ჯერ მაგდენი მასალა არ დამგროვებია. მიკვირს და გამკვირვებია. რა უნდა ამას? აიღო საკაღალდე, ჩადოში რამოდენიმე მოთხრობა, ჩაიტანო გამომცემლობაში, დაადო ერთი განცხადება და შეუტანო დირექტორს. ჩადგება საკაღალდე რიგში და ივლის მერე უშენო. რა უნდა ამას? მწერალთა კავშირის წევრი რომ გახდე, წიგნები უნდა გამოუშვა დროზე. და წიგნები რომ გამოუშვა, განცხადება უნდა დაწერო დროზე. ბინასაც მიიღე დროზე. ბინის გამო შევიდე მწერალთა კავშირში? აბა როგორ გინდა? ბატონო ამირან, მომისმინეთ ერთი წუთით. მოიწმინეთ. ძალიან გთხოვთ ერთი წუთით მოიწმინეთ, მომისმინეთ. ბატონო. ბატონო ამირან, გთხოვთ. თამა შენ მეძებდი? ხო, აქა ვარ დაბლო. საშვი ჩამოუშვით, თორემ არა მომიშვებენ. პასპორტი? კი, პასპორტი მაქვს. ხო, კარგი. კარგი, ამოვალ ახლა. უკანონოდ შესახლდა? ამიტომ დამირეკე სკოლაში მოდიო. კი. ძალად შეამტრია გარები. თვითნებურად შესახდა. ეგრეც ხდება? კარგი, ახლა ყველაფერი ხდება აქ. დაწერ განცხადებას, იმართავ აღმასკომს, განიხილავენ. გამოასახლებენ იმ ბინიდან და შენ მოგცემენ. გეკუთვნის. ეხლა ბავშვიანი ქალის გამომაგდებინე ბინიდან. აბა, რა გინდა? არაფერი. არაფერი. ელისოზე მაინც იფიქრე, როდემდე იცხოვროს ინესტიან ბინაში. რაო ექიმები რა შეუნებია? ყველაფერი რიგზია. აიღე, ნუ იპრანჭერ მე კიდევ. ნუ ნერვიულ. მოივლება ყველაფერს. მაცალე რა ცოტა ხარ. განცხადებას არ დავწერ, თამას. ხო, ვიცი. არ დაწერ, არ წახვალ, არ შეაწუხებ არავის. შენ გონი არ ვიცი, რა ხასიათიც არ გაქვს. ბინის რიგი როდის გიწევს? რა ვიცი. ახლა წერენ, ახალ დაქორწინებულებს პირდაპირ ზაგში უნდა ჩავაბაროთ, გასაღებია. ის დრო ხომ არ არის შედაელისო, გაეყარო და თავიდან მოაწეროთ ხელი. შასი რო არ გავუშვათ, ხელიდან. მიდი. მოდივარ რა. მოყავს. მიდი. ბიჭო, კიდე დაგიჭირე სულა. ო რა, რა ვიცი, გადამეკიდა. შენ კიდევ გიტარით დადი ხარ ამოდონე კაცი. ო, აბა რა გინდა, ავტომატი დავიჭირო რა? როიცა, შენთვისაც მოვიცლი. ათი კაპიკი მაიდა. მიდი რა ქალა საქმე ნახე და.
აბა თავიდან დაიწყე. ჩემო კარგო ქვეყანა, რაზედ მოგიწყენია, აწმყო თუ არ აკწყალობს, მომავალი შენია. მერე? თუმცა ძველნი დაგშორდნენ. ახალი ხომ შენია. წაიკითხე კიდევ 5 ჯერ და გეცოდინება. გამანებე რა თავი დავიღალე. დაუჯერე შენ მანდ ისოდე და ესა თუ რომ მე ვიცი შენი. უყურე შენ. ბანდიტი. თახედო შენ. მოგძანდით ბატონებოდი. შემოგძანდით. შეძლებოდა დუშმანი ძირფესვიანად მოგთხრიდა, მაგრამ ერთსტრულად ხვდებოდა ძველი ქართლი და კოლხი. სად მუშაობს? წერალია. ცოცხალი? სულეგა? არა, რატომ? განყოფილება ავარია, დოქტორია. ექიმია? აგიმ წერალიაო კაცო ვერ გავიგე. ცოლი ყავს? არა. იმიტომაც დადის ღილაწყვეტილი. რა? ხილი აქვს მეთქი აწყვეტილია, ეგ. არცეყოლია? არა. რატომ? ალბათ არ უნდოდა. დიდარია? პატივსანი კაცი როგორ იქნება მდიდარი? ამა ჩემსავით გაფხეკელი და უბინაო? არა, რატომ? ბინა კი მართლა ძალიან დიდი აქვს. რამდენი თახია? 4. ცხოვრობს რა ხალხი? მაშაზე რას ამბობს, შემსავით სახელიანი გახდებაო? ეგ ვინ იცის წინასწარ? ნეტა შენ არი ბრანჯებოდა ელო. ბედი ჩაგვარდნია ხელში. იმას იმოტოლობინა რა თუნდა თქვენ კი აქ წყვდებით წელში და. მე შენ ადგილას. რაც შეუძლია გვეხმარება. ვაჟაძია ჯვაჭკები მომიტანე? კი, თბილისია? თბილისია. მე ხომ გითხარი საზღვარგარეთული მომიტანე თქო. საზღვარგარეთული ვერ ვიშოვნა. ჯერ თქვენ ბინას არავინ არ მოგცემთ ელო. ისმინე. შენ და ვაჟა გაეყრებით. ფიქტიურად ახალო გაიგე? მე შენ გაყოფი ცოლა და გოგის. ხო, ისე ფიქტიურად. და კანონით ჩაეწერები გოგისთან ბინაში. მე გაეყრები ნაღდად გოგისა და ისე ვაჟას მოიყო ცოლად, ქმრადაც. მე გოგის გაუყოფი ბინას და ვაჟა რომ ხალხში გამოჭენდება და ცოტა ფულს იშოვნის, აი ესე ნაწილ-ნაწილ გადაუხდით. სიბერეში გამოადგება, არავინ არ წავაგებს. ამ ბინას კი მე დავიტოვებდი. დედაში, მიცხოვრო, ჭირიქა ხინიაკა. ფიქტიური გაყრა მაინც დაგჭირდება დგენაც. ის ბინა რომ არ დაგარგოთ აი კლდანში. ამ ბინას კი მე დავიტოვებდი ბებია თქვენი სიკვდილის შემდეგ. ეს როგორ? ელო, ბინა რომ მიიღო, ამას ჩამოგართმევენ და სხვას დაუპირებენ მიყიდვას და მე უნდა ვიბრძოლო. არაჯობია მიღების წინ გაეყაროთ. მე ვცოლად გავყოფი ვაჟას ფიქტიურად. ბინას ვიტოვებ, ფულს ხელში გაძლებთ. მე კი გიბრუნებ ქმარს სახსალამათსა. და ისხოვრეთ ქატო იქა ქვილი აქა. რა არის გაუგებარი? ამდენი გაყრა გამოყრა რა უბედურება. თუ ცხოვრება გინდა მეტიც უნდა ქნაელო. სოლიკოსათვის რო ირჯები რა მოგთად რა მაგას დანახვა არ უნდა. ძალიან კარგადაც ვხედავ. ეგრე მალობელი ვარ შენი რომ. მაგმუტრუქ სხვა ვინა მეცადინებდა შენსგან. და ან ფული სად არის მაგდენი კაცო? იმ ტრისტანმა კინაღამ რომ მომკლა და საანტყოფოში რომ მომაკითხა, აი ეგრე მეგონა ელო რო სხვასთან მოვიდა მეთქი. დაწყვეტილი ვარ ქალი, მაღაზიაში ისევ რევიზია მიზის. ამოაქვთ არასული რა ელო რა აღარ შემიძლია. მაგრამ ჩემი შემშინებელი ჯერ არ დაბადებულა ელო. აბა რას ვაკეთებ? დარჩენილებას აპირებ.
მაგარია. წედი დედა გენეცვალა სახში იმაცადი. ბატონო გოგი, ეს ჩემი ძმის გამოხდილი არაყია, მიერთით. შენ ძმა გყავს ლოლიტა? ყავდა და მამიკრეს. როგორ? როგორ და სოფელში მაგის დამშოშმინებელი არავინ არ იყო. სულ ჩხუბში და აყალმაყალში ერია. ერთი სიტყვით რო იტყვიან, მაგარი იყო რა. ერთხელაც წინა დღის ნაცემი კაცი მოადგა კარზე და დაუძახა ბარნაბა. გამოვიდა ეს კაცი წელზე მოჩიშველი აი ესე ბალკონზე, ეგონა ხაშზე თუ მეპატიჟებიანო. გადმოიღო იმ კაცმაც ბერდემკა და არ რეკატყია შიგშუბლში. დავარდნამდე არ დაყვასული. ახი იყო მაგასეთ. აკი მთელი სოფელი იძახო და ახი იყო მაგასეთ. ნამდვილად მადლობელი დაგჭები. ახლო კაცია. ერთ სკოლაში ვასწავლეთ. შემოდი გაგაცნო. ჩემო ვაჟა, ეს ის კაცია, ვისაც ხეუბნებული. გაიცანეთ. გამარჯობათ. სამი ოთახია კი? ერთმანეთის ჯინაზე კარებს არცერთი არ აღებს და ქაბორტი გასაღები აბა რამე ხარ?
ო ძალოას გაუმარჯოს ძალოას მაკადეიდა როგორ არის მადლობთ არავის ეს დიდი ოთახია მაგრამ აქ მაკადეიკა ცხოვრობენ ესენი არაცვლიან ესენი შენ მეზობლები დარჩებიან ერთი გეკლებათ სათავსი ტუპები არიან ერთად დაიბადნენ და ერთად სასხომად გამოეკერებიან რა იტოქში ეგოთახი და მთელი ეს ბინა შენ დაგჭება წამოდი ახლა აქეთ ესეც ერთი ოთახი ხავსას გაუმარჯოს ხავსას როგორ გიკითხოთ ბატონო ჩემო მადლობ ნიშტია რა ვიცი ნელ-ნელა ცუდად ერთ სიგარეტი გექნება რა შენ რო სიგარეტი არ ითხოვა ისე როგორ იქნება ცუდად ავარ ვერ გავედით ილას აკლდათ რა დიდი მადლობა წამო ხა მეორე ოთახი ნახოთ გამარჯობა დიასერგო კაიფობ რა აგიმარჯოს ისე როგორ ახარ ეს შუშაბანდი ჩენი იქნება გამარჯობა პელაგია გამარჯობა თუ გინდა ხო რასუნია რასაკეთებ რასაც ხედა ამასაც მასივშია ბოდიში რობიზო თუ შე ცოტა ხან კარდი გამოდი რა გაიჭირა საქმე დილიდან ვერ მოათავა ოთახნახევრიანი ჩეხური გელაპარაკები მასივში გდანი რაღა მასივია შეკალო მთელი ქალაქია იქ მეც მანდა ვარ ეგ სხვა ქალაქია რომელსაც ქვია გდანი მიდით თავისუფალია ყვიბიში დაიბადე ყვიბიში გათხოვდი პირველად და გასუნო დედი მოდი გავცვალოთ იზოლირებული რამე აღარ მოგბეზრდა ამ ჩემისებთან ეგრეც ვიცოდი მეგონა მეძახდი თუ როგორ ხუშია სასიკვდილე შენა ძალიან შეგაშინა ემო ხმა გამოდის ხო ჩემგან გამოდის значит ჩემი და ტრისტანი ისმის ხო? არაფერია მეც მესმის ხოლმე. რა გესმის? რა და სულ ის რო გელაპარაკება და შენ ხმას არ იღე? ისე რა ზელაპარაკოთ შეღამემდე. ელო, რამდენი წლის ახარ? ვიდა შენ მე მგონი ტოლები ვართ, ჰა? ორთავი ახალგაზრდები ვართ, ცხოვრება გვინდა. ეგრე გარმიზრო შეკაიქალორო. შენი ქმარი თუ მწერალი იყო აქამდე სად იყო? რატო წერენ რომ სიტყვით გამოვიდა ესა და ეს წერალიო და არ წერენ რომ სიტყვით გამოვიდა მწერალი ვაჟაო ტელევიზორში რატომ არ აჩვენებენ ჰა ბინას რატომ არ გაძლევენ ეგ მაინც გამაგებინე ქალო დედა მეტი რა ვქნა მუშაობთ არა ისა კიდევ რა თქვენს რა ოქროს ეზიდებით ზოდებით ამუშაო ამბობ მწერალიაო ხო გაუშვი საბავშვო იყო ჯანდაბას უნივერსიტეტ დამთავრებული შენა დაამთავრე პედაგოგიური ინსტიტუტი არა? აბა უყურე. ქალო, მაგდენი გისწავლიათ. ცხოვრებაში გამოჩენილი ხართ, ტელევიზორში გამოჩენილი მწერლები სახში დაგიდედა, თქვენ რა გძინავთ, ელო? ჰე. მე თქვენ ადგილას ქვეყანას ავატრიალებდი, ელო? როგორ? როგორ და საქმის კეთებას მარიფათი უნდა.
ზიზია კაბები უნდა, ფრანგული დუხები უნდა, ის უნდა, ეს უნდა გაწიო წინა და მიდი. ნანანა ნინანა 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 ნანანა ნინანა ნინანა ნინა. საქმესაც წინ წაწევდი. და ქმარსაც გაიყოლიებდი. თუ არა დაიჯდეს აქ. თაფლი იყოს და დათვი თავისით მაიძებნება, ელო. კარგი, ხო ვიცი რომ შენ მაგი შემძლია რა. რა ხალხი ხარ, თავს გაყრა არ გინდა რა ფაქტიურად. აი სულ ფიქრობ ელო რომ ამ ჩემ მეზობლებს რით დავეხმარო მეთქი. აი მე რა კარგი ნაქსოვია. ნეტა შენ რომ ამისთვის მოცლილი ხარ. ეგ იყოს ელო და ჩემი და შენი ბინა ადრე ხომ ერთი იყო. გონი ერთი იყო. გონია და ტოროლა ერთი იყო, ერთი. განცხადებაც იმიტომ შემოიტანეთ შემოერთებაზე რომ მე ერთი იყო. და ისევე გავაერთიანოთ. გამოხსნათ აი ეს კარი. თეიხედოთ იმ კაცს. კარგს იძლევა, ჩხუბი არ მოგვივა. ჭირი იქა, ხინი აქა. მერე ეგ შეიძლება? შეძლებით ყველაფერი შეიძლება ამ ცხოვრებაში ელო. ხლაპით ხელში დავდიოდი კარდაკარ. ნახლებინიკად ვიყავი აი აქა. ეხლა მიყურე. ქალაქელი ხო ვარ? ცენტრში ხო ვცხოვრობ? და ექვე მუშაობ მტრების ჯინაზე. სოფელში სახლი არა გაქვს? რატო არა რომ? სახლიც ამაქვს, კარიც ამაქვს და კაი ეზო კარბი დამოცა ბარნაბასი. მერე? რა თავში ვიხალი სოფელს, დაიწვას იმ სოფლის მომგონი. იქ რა ხეირი უნდა ნახოს კაცმა. როგორ გამოვავებ საქმეო რომ მეკითხები? იმ მუშტრისაგან აღებულ ფულსო და კიდევ რაღაცას წამომატებთ და კოოპერატივში შევიტანთ. ერთად? რათა ერთად? ჰელო. კიდეც ერთად იყოს, ჰა? შენ შვილი გაკლია მე კიდე ქმარი. ეს ხარად კვილა, კატო იქ ქვილი აქ, ჰა? ბადარა, ჩემო ბადარა გოგონა. ჩემო ბადარა გოგონა, ჩემო ბადარა. მოდი შილო, მოდი. ელისო როგორ არის? დღეს ექიმთან მივდივარ. გაიხადე. ეს ხინკალია, ჩვენმა ახალმა მეზობელმა გამოგიგზავნა შეჭრით. გაიხადე. რას აკეთებს? რას იძამს? წერს. ისევ მემუარებს? აბა როგორ? მოდი. დედა, ბაჟა მოვიდა. მოდი ბები გოგენა ცვალოს და ჯექი როგორ არის საქმე? არა უშავს. ელისო როგორ არის? კარგად. ხო მიცი ახლა ქვეყანას ბიჭები ჭირდება. ალბათ. ვაშკაცები ვიჭირდება ქვეყანას და აბა თქვენ იცით როგორ ვაშკაცებს დაუზდით სამშობლოს. მაგას აწყობილი აქვს საქმე. ჩემებს ვეღარ ვთოკავ. გაკვეთილზე ვეკითხები ფრანგი რომანტიკოსები მეთქი და ჟორესი, ტიგანა და პლატინიომ პასუხობენ. კარგად დაგიმახსოვრებია. აშაყირებენ. დედა ხინკალი გინდა? ვარგა. იცი რა სუნი აქვს? დაიღალე.
არ მოწიო რა, ცუდად ხვდები. არა, დღეს მომიტანეს სკოლაში. უწყებაა მილიციიდან. შენ ხომ არაფერი იცი? იქნებ შენ მოწაფეებს შეემთხვათ რანა. არა მგონია. ვიფიქრე ლოლიტას ხომ არ უპოვნეს რამე გადამალული საქონელი მერქი. აბა რა გითხრა? ისე უკვე ორი მაღაზია გამოიცვალა. არც ზოლიკოა, მამა აბრამის ბატკანი. იმ დღეს ვიღაც ბიჭს ველოსიპედი მოპარა. გაგიჟებული შემოვარდა ლოლიტა. ხომ არ უცემია? არა, ვერ გამიგე. იმ ბიჭის დედა მოვიდა. ლოლიტას რომ დაუნახავს, ვერ მოუზომავს და გამოულანძღავს ისგან. მე მთხოვა მიაკითხე, მილიციაში არ მიჩივლოსო. წარმომიდგენია დოინ შემოყრილი გაავებული ლოლიტა. შენატყობა მოგწონს ლოლიტა. არა, მაგრამ ყველაფერი ბუნებრივი დამაჯერებელია და მომხიბლავია რა. მაინც მეწოდება ძალიან უჭირს. აბა მას მილიციას შემგან რა უნდა? ალბათ რაღაც შეცდომა. ო, ალბათ. ვაჟა, ლოლიტამ მელაპარაკა. მუშტარი მყავს, ორივე ბინა გავაერთიანოთ და გავყიდოთ. თან კოოპერატივში შესატანი ფულიც დაგვრჩება. მერე ბებიის ბინა როგორ გავყიდოთო, ეგ არ აუხსნია? თან საკუთარი ხომ არ არის. შენ რა უპასუხე? რაც შენ? როდეში ინსპექტორი ჯაგარბეგი საზის? მარცხნივ. რა გნებავთ, აქ დაკითხვა მიმდინარეობს. გაბრძანდით. უკაცრავ, დუბნის ინსპექტორი ჯაგარბეგი. როგორ ახარ, ომარ? აი, როგორ თქვენ იცნობთ ერთმანეთს? ჩვენ მეზობლები ვართ. მერე და შუაღამისას რომ არ ხატოს ამ თქვენმა მეზობელმა. ხან ხეზე, ხან სხვენზე ამძვრალმა. ეს ყველაფერი რომ აგრძალულია, არ უნდა შეაგნებინოთ ერთმანეთს. ომარი მხატვარია. მე მხატვარი ვარ, მხატვარი. ხატავ. აი. მოიცა ჯერ დაკითხვა არ დამთავრებულა. ამტკიცებ მხატვარი ვარო. ეს მოქალაქეც კი დასტურებს. დაუშვათ, კარგი. რატომ არ დახატავ მაშინ ამას? ან მე რატომ არ დამხატავ? მაინცა და მაინც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არ ღვევ წესრიგს და ხატავ. მე პეიზაჟისტი ვარ. თბილისის ღამისეული კოლორიტი მაინტერესებს. ღამისეული. დიახ, ღამისეული. მე შეიძლება გოიმი ვარ, მაგრამ ღამით მძინავს, გაიგე? მე კი მძინავს დღე. იმიტომ რომ ბუშაობ. იმიტომ მძინავს დღე. გადავხატავ ღამე. მაშ ამერიკაში რა ქნა? იქ რო დღეა, აქ ღამეა. იქ რო ზაფხულია, აქ თოვლი მოდის. ამიტომ იმათაც პალტოებითია, რომ აგაშია საქმე, რომ თავში სულ ამერიკა გიტრიალებთ და აბნეული გაქვთ დღე და ღამე, აბა? და ჯაგარბეგი. შედი გვერდით ოთახში. შენ რაღაცა გიბარები. შენ ხომ მძინავს ღამე? შეიძლება? ემოთ. პასპორტი. აქ დაიბადა, ჩვენ უბანში. დიახ. ტაჯიკი. აქ არა, იქ. გდანის მასივი. მიკრორაიონი. კვარტალი. კორპუსი 84. აქ შენ ცხოვრობ. ამ ბინაში ვარ ჩაწერილი და ვცხოვრობ, რა თქმა უნდა, მე და დედამ მივიღეთ.
როგორ? დედა და მამა გაყრილები არიან? არა, რატომ? მამა ადრე გარდაიცვალა ახალ ბინამდე. გააგზელე. რა გავაგრძელო? სიმართლე გითხრათ მიყვირს, რაში დაგჭირდი. ამ წუთას გაკვეთილი მიცდება. სპრავკას მოგცემ? უბრალოდ დროი პლანგება. დრო, ფული არ არის. რატო უნდა გაიპლანოს? ძოლი? აქ არის ჩაწერილი? ჩემთან. სად შენთან? დედასთან თუ აქ? მე ჩემი მეუღლე და დედა ჩემი გლდანში ვართ ჩაწერილი ერთ ოთახში. აღრიცხვაზე ამიტომ აგვიყვანეს. შენ ცხოვრობ ბებიაშენის ბინაში. შენთან ერთად იმყოფება მაცხოვრებელი შენი ცოლი. აი? ახალი ამბავი თუ ცოლ-ქმარი ერთად ცხოვრობთ. ზემოთ შენ აჩვენე რომ ცხოვრობ გლდანში. ეხლა აჩვენებ რომ ცხოვრობ აქა. აბა ეგ როგორ გამო? ბებიის ბინას გათბობა არ აქვს. კეთილმოუწყობელია. უჭირს აქ მოხუცს. ამიტომ გადავიყვანეთ გლდანში. დედა ჩემთან. ესე იგი თავისი ქალიშვილის ბინაში. მე და ჩემი ცოლი გადმოვედით აქ დროებით. დროებით? უკვე 7 თვეა ბინას იკავებთ უკანონოდ. ბებიის ბინაში ცხოვრება უკანონობაა? ეგ თქვენ ეგრე გონიათ რა. კარგი. მოდი ესე გავაკეთოთ. გადაცვალეთ ბინები. ოფიციალურად. შენ და შენი ცოლი გადმოდით აქა. ოფიციალურად. ბებიაშენი კი გადავიდეს იქა. ოფიციალურად. როგორ ეგ ხომ სისულელია? ჩვენც აღრიცხვას დავკარგავთ და ფეხბურთი ხომ არ არის მეორე ტაიმში კარები გავცვალოთ. მაშინ კარგი. ეგ ყველაფერი უნდა დაწერ. აიღე. დაწერ. ახსნა განმარტება. მიდი. ოლხეთის სახელმწიფოში რომ მართლაც დიდად იყო განვითარებული ვაჭრობა, აღებმიცემობა და ამდენად ქვეყანა ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით მაღალ დონეზე იდგა, იმითაც იცდება, რომ ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე იმდენი რიცონის ფული აღმოაჩინეს, რამდენიც ალბათ არ რემონტი გაქვთ? არა ბატონო გოგი, თქვენ გეძებდით. სულ სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა სისტემისა და ნომინალის ათასობით მონეტები. თითქმის ყველა მაშინდელი დიდი სახელმწიფოს მონეტებს ნახავთ ახლა ჩვენს ჩემი სახლის იქით ვერ ვიცხოვრებ. მილიონებს ვთავაზობდნენ, მაგრამ არ შემიძლია. ჩემი წინაპრების სული ტრიალებს ამ სახლში. ხომ გეცმით, ბავშვობა, ჩემი საკუთარი. შევსვი. დიახ. ნამდვილად. რას ამართლებთ მაგათ თუ ძმა ხარ? ყოველ ღამე ვიჭერდნენ. ამკრიფავდნენ ჩემი სტილოს აღებავიანად. ჰაიდე სამორიგეოში. მერე? რას ხატავ? რატომ ხატავ? დღეა თუ ღამეა? რატომ გავს? და თუ გავს? ქურდობის გეგმას ხატავ. ორგან ბრძოლა არსებობისათვის. ბატონო გოგი, მიირთვით, ეს ნავცხვარი ლოლიტას გამომცხვარია. ეს ლოლიტა პირდაპირ კულინარიის დიდოსტატია. მადლობა. სიმართლე გითხრა მეც მეშინია. ახლა თუ ვინმე გადაგეკიდა ხო ვიცი. ყველაფერი. დარჩით ადგილებზე. თქვენი გვარი?
ვინგნებავთ რა შეესწრებით? კითხვებს აქ ჩვენ ვიძლევით. ბინა თქვენია? კი. ესენი ვინ არიან? ჩვენა ვართ. ჩემი მეგობრები არიან. ამიხსენით ბოლოს და ბოლოს. თხოვთ ყველას წარმოადგინოთ საბუთები. ვისია ბინა მიპასუხეთ. ჩემია, აი, ჩემი მეუღლე. მომეცი. ეს ბინა ეკუთვნის ანა ალექსანდრეს ასულ გავაშელს 1905 წელს დაბადებულს პარტიის ვეტერანს და პერსონალურ პენსიონერს. ჩემს ბებიას. ერთი წუთით. ინებეთ. აუხსენე ვაჟა. ეს ბებიის ბინა, ავად არის და თავის ქალიშვილთან დედაჩემთან გადავიყვანეთ. მე და ჩემი მეუღლე კი აქ გადმოვედით დროებით. ესე იგი ჩაუწერლად ცხოვრობთ აქ. ნაწილობრივ სწორი აღმოჩნდა. რა ხალხია პირდაპირ გაგაგიჟებენ. რომელი საათია თუ იცით? ბატონო გოგი, თქვენი ჩარევა სწორედ რომ არ არის საჭირო. მე მენდეთ. რა მოხდა, რა მიხსენეთ? სიგნალი მოვიდა ქალაქის მილიციაში. ბინა უკანონოდ აქვს დაკავებული და ნაკურდალს იყოფენო ამჟამად. ისე ყოველ დღე გარყვნილებას ეწევიან. რა ხალხია გაგაგიჟებენ პირდაპირ. დარეკეს თუ განცხადება? ამას ვერ გეტყვით. ორივე. იქნება ამიხსნათ რას ნიშნავს ყოველივე ეს. ვინ ბრძანდებით? კახანინიძე, ქალაქის მილიციიდან ამყვანი ჯგუფის უფროსი. რისი უფროსი? ამყვანი ჯგუფის. ვიღაცას დაურეკია და შეუცდენია ეს ხალხი. კიჩივიან. ჩაუწერლად ცხოვრობს. უბნის ინსპექტორიც ადასტურებს. თქვენთვის ახსნა განმარტებას ჩამოურთმევია მე მგონი. თუ ასეა გაეცალეთ. ვინ მიჩივის? საიდან? ვის უნდა გავეცალო? სად? რატომ? ჯემა, ბიჭები გარეთ გაიყვანეთ და მანქანაში დამედოდეთ. მე ისეთი პროფესია მაქვს. ანგელოზმა გარეწავს რომ შემოჰკრას, ანგელოზი უნდა დავიჭირო. საჩივარზე რეაგირებაა საჭირო. მობრძანდი დაგვეწვიეთ. მადლობთ, ეხლა ვერ დავლებ. ცოტა ხნით უნდა გამომყვეს. ხაღალდები ფორმალობა. თქვენი წამოსვლაა საჭირო. არაფერი? აბსოლუტურად. საკუთარი მანქანით წავიყვან. დავაწერინებ და მოbrunდებ. პასპორტი წამოიღეთ. პასპორტი ინსპექტორმა დაიტოვა. მაშინ პირადობის მოწმობა. გულწრფელად მაპატიეთ შეწუხებისთვის. ბოდიში, კარგად გზანდებოდით. თქვენი იმედი მაქვს. რა ქნან მაგათაც ვიღაც ინტრიგანი გადაკიდებია და ესე ის დაგვეცენ ოპერატიულად. როგორ თუ აქნან, შემოვარდნენ საბუთები, ქალთქმარი წაუყვანეს, გავარდნენ. მერთო ჩემო. ერთადერთი ქმარი. აუცილებლად გავყვებით ციმბირში. აბა არაფერი გაქვს, ვარკვინდებ, არა? აი ეს ერთი შვილი მომიკვდეს. დარწმას გეფიცები თუ რამე წამომეღოს მე იმ დაწყევრილი მაღაზიიდან. მეზობლებს აკითხეთ. აგე მასწავლებლის ოჯახია, უმაღლესი განათლებით არიან. იმათ აკითხეთ თუ რამე წამომეღოს მე იმ დაწყევრილი მაღაზიიდან. რახან მე მაღაზიაში მუშაობ, ეჭვით იმიტომ მოდით ჩემზე და რა. სახტარ შეხედეთ თვალს რა გჭრით. არ გავიგო კიდევ რამე. თორე მიცრე. სპეკულაციას არავინ გაპატიებს, რაც არ უნდა მარტო ხება დედაი. მეორედ ვეღარ გადამირჩი. არა ბატონო, არც მიფიქრია. ამას ნავთით გავწმინდა. ხომ დამსვავ ხოლმე. შენია და. თუმცა ვეღარ დაეტევი. სწორი ხარ. ამდენჯერ რომ მოგადგნენ, ვეღარ აკითხე ვინ გაგზავნით, ვინ ოხერით ხო? არ ამბობენ არაფრით. საკმარისია სტუმარი მოვიდეს. მაშინვე მილიცია მოგვადგება. წარმოადგინეთ პასპორტები. ვინ ხართ? წამოგბრძანდით სამორიგეოში. გავგიჟდები ნამდვილად მალე. მეც ეგრე რამაც იაუკეს ამოხრებმა. აბა ხელფასი ჩემ ამ მტერმა იცხოვრა. მაგ გასტრონომში რა ჯანდაბა გამაჩერებდა. ახლა კი ბაჟა. ნება იმგოდეს წარმოგიდგინოთ. არ ამბობენ? იმ დამრეკის გვარს. რა ვიცი, არ შეიძლებაო და არც განცხადება მაჩვინეს და არც გვარი მისცეს.
მაგრა იციან ყველა უხერდა მამაძაღს ხელი უნდა დააფარო. ელო. იღაცა ყავს ეზოში შეჩენილი ხო იცი? წერზე გვიჩივის. მარუაშვილების ქურების ამბავია ეგ. ქალი არ ვიყო თუ მე გარგავიკო. სულ მაგის ნაკნარია ჩვენი აწინკება. რა ხდება ვაჟა? შედი სახლში, შედი ახლა სახლში. არაფერი. შედი. ვინ იყო? რამდენი იყო? არ გახსოვს ხო? რამდენჯერ შეიძლება გითხრათ? ჩემი ბრალი იყო. მივდიოდი ქუჩაში ნასვამი, შუაღამით. მეტრო დიდუბესთან. იქ იდგნენ ბიჭები, სიგარეტი მთხოვეს. მომეჩვენა თავხედურად. ატყდა მერე ჩხუბი. მათი სახეები არ მახსოვს, ბნელოდა. ხო, ეგ ჩემი რაიონია. გაუხსნეთ საქმეთ მაწერია შენი ჩვენება. ახლა შენ თუ გინდა დამალევ, მაგრამ მეზობლებისგან შემოვიდა სიგნალი, რომ ეზოშიც რაღაცა დაგიშავებია. არა, იცი რა. მოეშვი ამ ღამის ხულიგნობასაც თუ ძმა ხარ. არ გინდა. აბა სხვა? კი ბატონო. დაწერეთ, რომ ჩემი რაიონია. დიდუბის მეტროსთან რომ საპირფარეშოა, იქ შეხვედით. შენ ხარ ჩემი ბატონი, პატარა საქმეზე. ო მაგარი მთვრალი იყავი, თავი ვერ შეიკავე. ფეხი აგიცურდა. ო იქ შველერები არკინებია. და ფედი გაიხიეთ რა. ჭრილობა არა ღრმა. დანა დასმულია და არა დარტყმული. რაღა ტუალეტში და სიბინძურაში უნდა მაკოტრიალო, შეკაიკაცო. ფანტაზია თუ არ ყოფნის, სუფთა ვერსიას მე მოგიგონებ. არ გინდა დააჭერინო გარეწრები ხო? კი ბატონო. მე რეიტყამთ თავში ხელს. რა მომიტანე ელისო? კარგად გზანდებოდეთ. გამოჯამთელებას გისურვებთ. როგორ ახარ? დამაკმაყოფილებლად. ხომიცი შენთან არ ვეწევი. ბატონმა გოგიმ გიკითხა. იყო უკვე. რა მოხდა? ნოლით არ ველაპარაკება. რატომ? მეზობლებში ამბობს ფაქტიური ქმარი დამაკარგვინა. ტრისტანი მაგათი გულისთვის პაბექშია. სოლიკო საამყოფოში უწევს. სულელია ეგ ქალი ხომიცი. შენ როგორ ახარ?
ხდება? ერისო. ბავშვი. იმიტომ არ გამოჩნდი ამდე ხანს. უცხება მიიღე? კი. მერე? რატომ არ გამოცხადე? ბიულეტენზე ვარ, ავად ვარ. იცი. გამოდენა კაცი, განების ტრიალებში დადიხარ. თვრალი. და კიდე ასწავლებელი გქვია. მომბეზდა. გულახდილად მოიქეცი. აღიარე და მოგეშვება. წყალდაგალეინო? რა აგნებავთ ჩემგან? გულახდილად მოყევი, როგორც იყო ყველაფერი. დიდუბის მეტროსთან მშენებლობაზე გადავძვერი. ეგ მე არ მაინტერესებს. ეგ ჩემი რაიონი არ არის. აბა რა გაინტერესებთ? თუ არ გინდა გულახდილად დაეხმარო გამოძიებას, მაშინ ამას დაგიკითხა. ამა წლის 19 ივნის ღამის 11 საათზე მოქალაქე შენ უპარტიო ცხოვრები გლდანის მასივში იყო რა ძლიერი ალკოჰოლიზმის მდგომარეობაში შეუვარდა მის მეზობლად კანონიერად ცხოვრებ მარტოხელად დედას ელეონორა ჰამლეტის ასულ ცურციძეს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა შვილიანად ცემა შევარდნის შედეგად დაზარალებულმა აღიარა რომ არ უნდათ მისი გაუპატიურება, არამედ პირდაპირ ბინის ხელში ჩაგდების მიზნით ცემეს შვილიანად. ბინა, რომელიც ამჟამად დაკავებული აქვს მოქალაქე შენ თავისი ცოლით ატარეკუთვნით ოფიციალურად, მაგრამ აგრესიულად სულ მოითხოვენ ამხანაგ ცურციძის მარტოხელა ბავშვიანი დედის ბინასაც ჩხუბით. აღნიშნული ცემა ბოროტი ხულიგნობის გამოყენებით მიმდინარეობდა საზოგადოებრივად. მეზობლებისთან დასწრებით, რომლებსაც ეძინათ. ცემის პროცესში მოქნეულმა მცირეწლოვანმა ბავშვმა სოლომონ მუსტაფას-დე ცურციძემ თავი კედელს მიახალა და დატრაუმირდა. მოთავსებული იქნა სასწრაფოთი საავადმყოფოში. სასამართლო ექსპერტის დასკვნას ელოდება წოლით. რას გვიპასუხებთ? პასუხად. ბრწყინვალე სტილია დაცული. დამცველი მაგარი დაგჭირდება. 228 მუხლის მეორე ნაწილი გიდგება. ბოროტი ხულიგნობა. 2-დან 5 წლამდე. თქვენ ერთი რამ გამოგრჩათ? რა გინდა? იმ საღამოს მეტრო დიდუბესთან დავტრამვირდი და საავადმყოფოში მომათავსეს. ხოცმე ყავს? მერე. ეგ ყველაფერი მერე იყო. რა მერე? აი ხომ ხედავ. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. შენ სახლში იყავ. მეზობელი მარტოხელა დედაშვილის ცემე ხულიგნობის გამოყენებით. თვრალმა ბავშვს თავი გაუტეხე. მერე შეგეშინდა და გაიქეცი. სადმე შეიძლება გამოვიდე ჟესტს, როცა მირბოდი. როცა ელეონორა ჰამლეტის ასული ყვირო და მილიცია. მაგრამ თუ გინდა იცოდე, შენ თვითონ მიიყენეს ხეულის მსუბუქი დაზიანება. ძალიან რომ შეგეშინდა. რომ მერე საავადმყოფოში დამალულიყავი. მართლსაჯულებას. რა მივიყენე? თავი დაიჭერი რა. ეგეთ ცალკე მუხლია. თქვენ ჯანმრთელი ხართ? პოლიპები მაწუხებს. შენ ქურდები აშაღირე, იქ რო შეხვალ, ციხეში. მეზობლებს რაღაც უშვებით. მეზობლები სწორად აჩვენებენ. ეძინათ და ესმოდათ, მილიცია. 10-11 საათზე როგორ ეძინათ? ვა, შენთან ჩამოვლენ და კითხავენ, ვაჟაჯან დავიძინოთ თუ არა. უნდათ და ეძინათ. საკმარისია. მეც აღარ შეგაწუხებთ. შენ მე რა უნდა შემაწუხო? ქალაქიდან არ გახვიდე. შენი საქმე, მოსაკვლევად, მე მაქვს ჩაბარებული. აბა. ნახვამდის. კომოცია უწერია ანამნეზით. ანალიზები აუგეთ, არც მათ არც გასინჯომ, არ დადასტურა ანამნეზი.
ბავშვმა ის დავტოვეთ დედის დაჟინებული თხოვნით. ველოსიპედიდან არის გადმოვარდნილი მაინც. რატომ? მარტო ხედა დედა. ბავშვი სოფელში მინდა დავიყვანო სამსაკვანი დავეთხოვო და თხოვა კომოცია ჩამეწერა. ეგ ტყუილია, საქმე სერიოზულია, მაგ ბავშვის ცემას მე მაბრალებენ. მილიცია აჩარეული. უკასრავად არ ვიცოდი, მეგონა. მე არ ვიცი თქვენ რა გეგონათ, ბავშვი ჯანმრთელია? ეხლა სადღაც დარბის. ხო და ისე მოიქეცეთ როგორც სინდისი გიკარნახებთ. ნახვამდის. დავწეროს მაშინ რომ 16 წელია რას მაგბინაში ჩაწერილი ხართ. მთელი ამ ხნის მანძილზე მეზობლები გეტავებიან მაგბინას უკანონოდ. ამოვწიოთ საბუთები და მიმართოთ განცხადებით. ახლა დაგარგვე. მართლა დაუწვენია სამართყოფოში. ტვინის შერყევის ნიშნები გაუთამაშიათ, ბიჭმა აღებინაო. მაგრამ ანალიზებმა არაფერი არ აჩვენა. ამას ძიებისთვის მნიშვნელობა არა აქვს. ტენდენციას გააჩნია. კომოციას დიაგნოზით დააწვინეს, ხო? კი, ანამნეზით. 21 დღეს უმიზნებენ წოვას. 228 მუხლის მეორე ნაწილი. ბოროტი ხულიგნობა. სხეულის მსუბუქი დაზიანებით ან შეიძლება ნაკლებად მძიმეც მოახერხონ თუ დრო ეყოთ. სწორედ უთქვამს ჯაგარბექს. ხო, ექიმი? რა ვიცი. ფული ეკნება აღებული. ბავშვი უნდა გამოწეროს და ფული უნდა დააბრუნოს თუ ჭკუა აქვს. ასე ყველას დაჭერა შეიძლება. შეიძლება თუ მოინდომა კაცმა ან ქალმა. ფრთხილად იყავი. ასე სერიოზულია? შენ გებრძვიან. დასკვნები აქედან გამოიტანე. დიახ, მამალად. ამა შენ ახალ. მომისმინე. გახსოვს სექტემბერში რომ დამირეკე. შენთანაც ვიყავ. ო, ისევ ბინაზე. უკანონო ცხოვრობდა ამ ხნის მანძილზე? ეხლა უკვე მოასწრო გაფორმება. ესე იგი მე ბებიის ბინაში არ დამაყენეს და ეგ ამ ხნის მანძილზე ჩაუწერლად ცხოვრობდა. რა განცხადება? საჩივარი აღმასკომში ჩემზე. აх, თქვენთან. ვინ აწევს? ო, კარგი რა, ხვდები. ნახვამდის. ო, ფრთხილად ვიქნები. შარო საიდან მოდიხარ? შენი ბიჭო სახში ამ გათახსირებულმა ბავშვი მოვიკლა კინახა. დასიცხლიანებული დავაწვინე სამოწყობში და არ მივარდნილა დღეს ეს მხეცი ეს ნადირი ესა. ავადმყოფი ბავშვი გამოაგდებინა ექიმებსა. მაცადე შენა რკინის ქალამაც შავიცმევ და მე ხალი არ ვიყო. ლოლიტა არ ვიყო ცურსიზე თუ შენი თავი არ დავაჭერინო შენ ხეცო. შენ გათახსირებულო შენა. შენ რა გაგიჟდი ლოლიტა? მეზობლების მაინც არ ცხენია? ქალთა კომიტეტში მოსკოვამდე ჩავალ მაცადე თქვენა. ხდება ვაჟა, ვერაფერი ვერ გამიგია. რა ხდება? რას ხულიგნო ბიჭო შენაკა? უპასუხე, ხო, უპასუხე. შედამყალო შენა. მინამზე მოდკაცი ყავს, ეგრე უნდა დაგჩაგროთ. მარტო ხელა უქმნო დედაშვილი შედამყალო შენა. ბავშვა და ქალს მოერია შეოყოლაყო შენა. თქვენ რა ყველანი გაგიჟდით? ლოლიტა, ვინცემა შენი სოლიკო? აბა მაჩვენე. მოგძანდით, რა გნებავთ? აი ახლა კისერს გამოგჭრი. ვაჟა! შემართლა დაბა. ყველაფერი ჩვენთან დასწრებით ჩაიდინე. ამ ხელა კაც ჭკუა არ აქონია. შენი
შენი ეს თვამყინი მიყლავდა. ბავშვი შატლახი ეს დამპალე. ნაბიჯვარი ესა შე დამპალო შენ თვალებს ამოქხრი შე დამპალო შენ ნაბიჯვარი. შენ ნაბიჯვარი შენ. მე შენ გიჩვენებს ერსა. მე შენ გიჩვენებს ერსა შე დამპალო შენ. მეტი მოწმული. ჩვენ ახლა შენ ახლა ტაქსით წამო. ეგრე აჭკა. ზად. რამესნით შეუვალეთ სახლში. ცოლი შემიშინა. მე რეკ საკმარისია იმისათვის რომ ბავშვს დაუუტრიალოთ. მე დანა არ მდებია. სპორტული პიჟამა მეცა უჯიბო. ესე იგი ამტკიცებთ რომ დანა ბინაში შევარდნილმა იქ აიღეთ. გააგზილეთ დაგიფრ. მას დანა იქ აიღეთ. დანა არ ამიღია. წავარდვი. ოპერატიული ჯგუფი ლეიტენანტ ბახუტაშვილის მეთაურობით ჩვენებას იძლევა რომ დაკავებისას თქვენ დანა ხელში აღმოგაჩნდეთ. ამაზე რა სიტყვით? სიმართლე გითხრათ, ბახუტაშვილის ჯგუფი ვერაფერს ვერ აჩვენებს. დადგმული იყო ყველაფერი. დანა კი სოლომონს წავარდვი. იმიტომ მეჭირა ალბათ ხელში. ზუსტად არ მახსოვს. ლელო, იმის ვაჟკაცობას კი არ ყოფნის აღიარო დანაშაული. ლატირაკზე დანითი კაცები და თავი კაცი გონია. მე თქვენ საერთოდ არ მოგცემთ ჩვენებას. ამას რა ეტყობა მასწავლებლობის? პირწავარდნილი გარეწარია. მე შენ მთელ წარსულს ამოგიქეკავ. კაცი არ ვიყო. რკინის კალამნების ჩაცმა არ დაგავიწყდეთ. მამა აბრამის ბატკნად მოგავს თავი. ჩვენებებს კი შეიძლება თითქოს პირველად არ ახარ პასუხისგებაში. უბრალოდ შენზე ჭკვიანი ვარ. მე შენ ნიღავს ჩამოგახე. და ნამდვილად პატიოსებას. ასერით გაამწარე. ჩემი არსებობით. შენ არ მიმტკიცებდი ბინა შენია. გასაღები ხელში გაქვსო, შენ არ მიმტკიცებდი? მთელი ქალაქი ეხმარებოდა. წერლების მდივანი, დეპუტატები, რამე. განცხადებას რომ მაწერინებდი, შენ არ ჭიკჭიკებდი, შენ არ მიმტკიცებდი, ციხეში ამოვალპობო. ვეღარც ერთი ტვინის შერყევის ცნობა გააკეთე. რა უნდოდა? ეხლა ჩემთან ჩხუბობ, არა? ერთი შენი მილიციაში მომყვანი დამანახა ისე შორიდან. ტვინის შერყება რად გინდოდა შენ თვითონ ტვინს შერყეულო, დანით ხელში დაგაჭერინე და მაგის გაშვება იქნებოდა? ცხვირიდან გადენიცოდე იმ აყუწს. შენენა დაიმოკლე. მე ვიცი შენ რასაც დაგიმოკლებ შე ჩატლახო შენა. საქმე ძიებაში შეწყვეტე ხო მალანია? რამდენი დაჭდარიტყვი? შენი უფროსისა და ბრძანდება. მივლინებაშია. მაშინ დამეთესა არა, როცა მჭირდებოდა. აი მერთი ძმის სული არ წამიწყდეს თუ ცხვირიდან არ გადინოთ. მაგის ცოლსაც რომ ჩავთავ საქმეში, მაშინ მიყუროს, აეგრე გადაეცი. ერთი სირისიანის გულის თვითონ ოთახს ავკარგავ. ქალაქის პროკურატურა ჩაერია. წერლები, დეპუტატები მოგვერენ. იმ ნაჭღაბნებისათვის? წერლად ითვლება მაინც. ჩვენთან ერთი მოთხრობას რომ დაბეჭდო, საზოგადოება სახელმწიფო გაფასებს. საზოგადოება არა ისა კიდე. ფული დახარჯა ლობიომა ფული. მეზობლები ვირთხები ვითამყავდნენ გამოჭერილები. დანიანა დავაჭერინე ხელში და მაგის გაშვება იქნებოდა? ისდან არ დაუტკიცდა. ბახუტაშვილის მილიციელებს შეეშინდა და გადათქვეს ადრინდელი ჩვენება.
არა გუშთა ლობიო. რა იქნება ხუთაშვილს? რა იქნა და ეცოტავა მაგასაც. ოხ, ქალი არ ვიყო, ლოლიტა არ ვიყო, ცურცი და თუ მოსკოვს არ ჩავიდე. რკინის ქალამაც შავიცმე და დედა. 옳지. მამე ვინღა მიპატრონებს. ვინ დავიდგება გვერდითა. ამოწოლა ქვეყანას მე მარტო კამ როგორ უნდა ვებრძოლო. ერთი ძმა მყავდა და ისიც მომიკლეს. მეც ხომ მინდა ცხოვრება. სულ გადაღლებული უმაქვს ყოფნა. ეს ბიჭის დასაბინოებელი მყავს ხელზე და იმოდენ აფულივე სადა მაქვს რომ ყველას ხელში გაძლივოთ. როგორ გაჩერდი? დავშვიდი. სხვა გზებიც არსებობს. ეგზადაბერი შენი შიშით მაგმინაში არ გაჭეჭანდება. ეგენიც დღეს სხვა გავლენ მაქედან. რომ არ წავიდნენ? ეგე უბნევი წავლენ აუცილებლად. მე მაინც მერჩივნა ციხეში მჯდარიყო. უფრო დამშვიდდებოდი. კარგი გეყოფა. ზედმეტებს ნუ მოითხო. ბინაკი დაჭირა არა. ხომ ხედა ვერ გამოგდის. ეგეც გონს მოვიდა. მოეშვი. კალმისტარი და ფურცლები რომ შემოვიგზავნე, შენ გეგონა მართლა დავწევდი რამეს? ეგ ისჭირდება. კაცი პროდუქტი ყოფილა თურმე დროის. ეგ აქ არავის არ ჭირდება. მე მჭირდება. შენს მეგობრებს, ხალხიც ხომ არსებობს. ხალხი ლოლიტა. სულში იმდენი ჭუჭყი დამიგროვდა. დაიწმინდება როდესმე არ ვიცი. დაიწმინდება.